დღეს გავსინჯავთ ბაყაყის ფეხებს. ჩვენ ვართ ნიცაში და საფრანგეთიდან რა თქმა უნდა ვერ წამოვიდეთი ისე რომ აქაური დელიკატესები არ გამესინჯეთ და რა თქმა უნდა პირველი უნდა გავსინჯო ბაყაყის ფეხები. ამის გარდა აქ მაქვს ლოკოკინები და რა თქმა უნდა იხვი თაფლის соусში. პირველი გავსინჯოთ იხვის მკერდი, რომელიც მომზადებული არის თაფლის соусში. ძალიან რბილია, მაგრამ ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შევუკვეთეთ well done მდგომარეობაში. როგორც აქ აგვიხსნეს, რომ ფრანგები ამზადებენ идеალურ იხს და მართლა ძალიან გემრიელია. გვითხრეს პატარა საიდუმლო, რატომ გამოდის ეგეთი გემრიელი იხვი. ესე იგი, იხს აქვს ორი მხარე, უფრო ცხიმიანი და უფრო მშრალი, სადაც იმინა ხორცი არის. იხვი ფრანგები წვავენ აუცილებლად ცხიმიან მხარეს, იმიტომ რომ ეს ცხიმი მერე შედის ხორცში და უფრო კაი გემოები გამოდის. და სამწუხაროდ შეცდომა დავუშვით, წინასწარ არ ვკითხეთ, რა დონის შეწვა უნდა ყოფილიყო, ამიტომ შევუკვეთეთ well done და როგორც გითხრეს, რომ რა თქმა უნდა medium-ი შევუკვეთო, ან უფრო დაბალი დონის, იმიტომ რომ ყველანაირი ზუსტად ეს გემოები და ყველაფერი რაც უნდა ჰქონდეს ხორცს, ასე ვთქვათ, ბალანსებული იქნება და უფრო კარგად შეიცნობა. შემდეგი იქნება რა თქმა უნდა ლოკოკინები. სიმართლე გიტყვით, მაქვს გასინჯული უკვე პარიზში და სხვათა შორის ძალიან მომეწონა. ეგრე იჭმევა, სპეციალური საჭერი აქვს, ასე ვთქვათ, მოაქვს აუცილებლად. ან სპეციალური ჩანგალი იქნება, ან ჯოხი. ეგრე უნდა ამოიღოთ ლოკოკინა თავის სახლიდან. ლოკოკინა უკვე მომზადებულია соусში და ჭამ. სიამოვნებით ჭამ მართლა. როგორ აგიხსნათ ახლა გემო, რისი გემოა? მე მახსენებს სოკოს და ბადრიჟნის ნარევს რაღაცა ეგეთი, მაგას მივამსგავსებდი. თქვენ თუ გაქვს დასინჯული, მითხარით რა გაგახსენდათ როცა გასინჯეთ. და რა თქმა უნდა, ბაყაყის ფეხები. ეხლა გაჩვენებ როგორ გამოიყურება, ხელით ავიღებ რომ გაჩვენოთ. ეს არის ბაყაყის ფეხი, სხვათა შორის საკმაოდ დიდი ფეხია ბაყაყს, რანაირი ბაყაყს იყენებენ ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, თავის соусშივე არის მომზადებული. წინასწარ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ძვალია და ასევე წინასწარ გეტყვით, რომ დაივიწყეთ ყველანაირი მაგიდის წესები. ბაყაყის ფეხები იჭმევა ხელით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძვალია, ასე ვთქვათ, ამიტომ იყავით კომფორტულად, ჭამეთ გემრიელად. ჭამეთ. თუ აქამდე გეშინოდათ ბაყაყის ფეხების გასინჯვა და გაინტერესებთ, ჩემი რჩევა აუცილებლად გასინჯეთ. ქათმის ხორცს თუ გიყვარს, აუცილებლად ესეც მოგეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან გავს თათამს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო რბილია და ასევე უფრო გემრიელი არის. ოღონდ ეხლა თბილისის ეზოს ბაყაყებს არ ჭამოთ, იმიტომ რომ ეს არის სპეციალურად გამოყვანილი ბაყაყები და როგორც ვიცი, ფერმებიც კი აქვთ.